რუბრიკის სპონსორია სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მოდუსი. ჩაუბარე თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე, ბატონი სანდრო მრევლიშვილის ჯგუფში სწავლობდი. პარალელურად მქონდა რაღაც გადაღებები, ეს მუსიკალური ვიდეოკლიპები და პატარ-პატარ რაღაც პროექტები. მაგრამ ეს ხო სტუდენტობის პერიოდია, როდესაც იწყებ რაღაცებს. აგრეთვე თეატრალური ესე ვთქვათ, დადგმებში ვიღებდი, სპექტაკლებში მონაწილეობას. როდესაც ვიცოდი იმ დროს, რომ მივდივარ, ესე იგი, კი, რთული იყო, ძალიან რთული იყო, მაგრამ სირთულეშიც არის თავისი გარკვეული ხიბლი. საერთოდ ესეთი დამოკიდებულებაც მაქვს. ყველანაირი პრობლემა, განსაცდელი, გასაჭირი თუ რაც არ უნდა შემხვდეს ცხოვრებაში, ყოველთვის ესეთი რაღაც ჩემი დამოკიდებულება, ჩემი ფილოსოფია, ჩემი რაღაც ხედვა მაქვს ამ ყველაფრის მიმართ. პირველ რიგში ყველაფერს სიყვარულით ვიღებ და არც ერთ შემთხვევაში არ უბრაზდები არანაირ მოვლენებზე. როდესაც ჩამოვედი და მივხვდი, რომ всё დასრულდა, აი აქ უნდა გავაგრძელოთ ის, რაც უნდა აკეთო ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა და საკუთარი თავის მიმართ მეტი მოთხოვნა. საერთოდ მიზეზები შეიძლება ამ დროს ძალიან ბევრი ჩამოთვალო ადამიანმა. მაგრამ ჩემთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ, ეს დედა ჩემი, რომელიც ბევრი წელი ემიგრაციაში იყო, მამა ჩემი და ჩემი და. ოჯახის წევრებთან მინდოდა რა უფრო სიახლოვე. მათი გაცნობა, დედა ჩემის გაცნობა მინდოდა თუნდაც უკეთ. და ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. შემდეგ მეორე მიზეზი ეს, რა თქმა უნდა, პროფესიული თვალსაზრისით. ძალიან მინდოდა, რომ პროფესიული თვალსაზრისითაც რაღაც ახალი აღმომეჩინა, ახალ რაღაცებს შევხებოდი, ახალი ურთიერთობები, ახალი ადამიანები. საკმაოდ დიდი ხანი მომიწია ლოდინიას პირველი ნაბიჯი, როგორც მსახიობს რომ გადამიდგა. და პირველი სპექტაკლი იყო, აქ ვითამაშე იტალიელებთან ერთად და თავიდან ძალიან რთული იყო, სიმართლე ვთქვა. ყველა იტალიურად რო აფარაკობს და შენ რო ვერ ხვდები საიდან რა ხდება და თითქოს თავბრუ რო გეხვევა უკვე და რაღაც პანიკა რო გეწყება და ესე რაღაც პატარა ადამიანის სინდრომში რო გადაგდის თითქოს, რო შევძლებ ვიზამ, გავუმკლავდები, მაგრამ სპექტაკლი შედგა, საკმაოდ კარგად ჩაიარა. ამ სპექტაკლის რეჟისორი ვინც იყო დადგმის უშუალოდ, ამ ადამიანმა აგრეთვე შემდეგ გადაწყვიტა რაღაც პატარა ვებ სერიები დაეწყო, სადაც მთავარ როლში ამიყვანა და ეს იყო უკვე კინო განხრით, ესე ვთქვათ, გადასაღებ მოედანზე, ჩემი პირველი ნაბიჯები იტალიაში იტალიურ ენაზე. გავიცანით, დავმეგობრდით, საკმაოდ კარგი ადამიანია, ესეთი პიროვნება არის, ჯანლუკა ზონტა, იტალიელი რეჟისორია და ჩვენიერ დღეს დამირეკა მომიტანა სცენარი, რომელშიც უკვე დაწერილი ქონდა ეს ქართველ ბიჭზე, ქართული ისტორია, რომელიც საქართველოდან მოდის იტალიაში და თავიდან რაღაც სამსახური იშოვოს, პიცის დამტარებლად იწყებს მუშაობას. ამ ფილმმა
გაიმარჯვა 55 პრემიაზე მეტი აიღო ევროპის მასშტაბით ფესტივალებზე და ევროპის გარეთაც. ესე იგი, პირადად მე ამ პროექტიდან გავიმარჯვე 7-ჯერ როგორც საუკეთესო მსახიობმა. ეს ბოლო 2 წელიწადი მე და დედამ ესე გამოვიდა, რომ რაღაცა ბრძოლაში გავატარეთ. ბრძოლა დიდი ომი ქონდა ამ დაავადებასთან. მაგრამ სამწუხაროდ წავაკეთეს ომი და მაგრამ მე აი თავშიც ვთქვი და ეხლაც გავმეორდები, რომ 100-ჯერ რომ დამაბრუნონ უკან და მითხრენ ისე ამ გზის გავლა, მე 100-ჯერ გავიმეორებდი დიდი სიამოვნებით, რადგან ალბათ შემდეგ მან ყოფნის დროს რომ გამეგო, რომ დედა ჩემი ეს მდგომარეობაშია და რაღაცა, ანუ არ ვიცი, ალბათ მთელი ცხოვრება ვერ ვაპატიებდი ჩემ თავს. ძალიან პატარა ერი ვართ, რომ ასე ვიკარგებოდეთ სადღაც რა, გარეთ. რა თქმა უნდა, კარგია რომ გამოვდივართ, რაღაც ახალს სწავლობთ, ახალს ვეძებთ, აღმოვაჩენთ. აგრეთვე ჩვენ ნიჭიერი ვართ ქართველები და ვფიქრობ, ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია გარეთაც, მაგრამ აუცილებლად სახლში დაბრუნება, სახლსა შინა საჭიროა ყოველთვის. აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ. ყველანი უნდა დავბრუნდეთ. ამ მხარეს ისევ სამშობლო ჰქვია, ბარწგესვრიან თუ ტყვიას. რა მომაგონა, რა გამახსენა საგურავნდე ერთგან მეჩხერი ტყეა. ეტლი, ნიავი, აგვისტოს ხამე. ისე მიყვარხარა, კლავენ. რუბრიკის სპონსორია სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მოდუსი.